მოკლედ, პირდაპირ გადავიდეთ იმაზე, რომელი ანიმეები გამოდის 2026 და 2027 წლებში. მოდი დავიწყოთ ბლიჩის ანიმეთი, იმიტომ რომ ახლახანს გამოვიდა ბლიჩის ანიმეს ტრეილერი. ბლიჩი თეატრებში გამოდის 25 ივნისს თეატრებში, მაგრამ საიტებზე თუ არ ვცდები, ივლისში უნდა დაიდოს. ასევე მოელიან იმასაც, რომ მანგის დასასრულს ანიმეში შეცვლიან, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ფანი უკმაყოფილო იყო მანგის დასასრულით. მარტივად რო ვთქვათ, ძალიან დაჩქარებული იყო ეს ბოლო არკი მანგაში, იქიდან გამომდინარე, რომ ტაიტე კუბოს ავტორს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა მაგის წერის დროს და ასევე ანიმეს წარმოების სათავეში არის ტაიტე კუბო და აქამდე შეუცვლია 100 წლიანი ომის მეორე მესამე ნაწილებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა უკვე. მაგალითისთვის რეჟის ბრძოლა არ ყოფილა მანგაში, მხოლოდ ანიმეში იყო. შავი კლოვერის ანიმეს რაც შეეხება, ასევე წარმოებულს სტუდიო პიროდის მიერ, ანუ სტუდიო პიროდის არის ბლიჩის ანიმეც, ნარუტოს და შავი კლოვერის ანიმეებიც. ეს გამოდის 2026 წლის ოქტომბერში, ანუ ამაზე ცოტა დიდი ხანი მოგვიწევს ლოდინი და ასევე ანიმაციის სტილს და ვიზუალს რაც შეეხება, აშკარად შეცვალეს ეს ყოველივე და ბლიჩის 1000 წლიანი ომის სტილში გააკეთეს, ანუ კომპოზიტინგი და ფერების დიზაინი. მაგრამ ამ ორი ანიმეს გამოსვლა ნიშნავს, რომ ცუდი ამბავია ნარუტოს ფანებისთვის, იმიტომ რომ მოლოდინი, რომ ნარუტოს 4 სერია შეიძლება 2026 წელს გამოსულიყო, არ გამართლდა და განადირებოდა ამ წელს არ გამოვა, თუ გამოვა საერთოდ. ამაზე ვრცელი ვიდეო მაქვს გაკეთებული, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უყუროთ. რაც შეეხება მაშუკო ტენსეის ჯობლეს რეინკარნეიშენის მესამე სეზონს, გამოდის 2026 წლის 5 ივლისს. ამაზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ნაყურები არ მაქვს ანიმეს და დიდი ალბათობით არც ვუყურებ. რაც შეეხება One Piece და One Piece-ის სხვა პროექტებს, ამაზე ორი ვიდეო მაქვს გაკეთებული, მაგრამ აქაც მოკლედ ვიტყვი, One Piece-ის live action-ი გამოდის 2027 წელს და One Piece-ის remake-ი გამოდის ასევე 2027 წლის თებერვალში. მოკლედ ვიტყვი ჯოჯოს მეშვიდე ნაწილის ანიმეზეც მეორე სერია გამოდის 2026 წელს. სხვა მეტი არაფერი არ ვიცით, ანუ წლის პირველ ნახევარში იქნებოდა მეორე შეგეც არ ვიცით. ამათ გარდა ასევე გამოცხადდა ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ანიმეს მესამე სეზონი Grand Blue Dreaming. ანუ თუ არ გიყურებიათ, საუკეთესო კომედია და ქართულადაც არის გახმოვანებული. ესეც 2026 წლის ივლისში გამოდის. რაც შეეხება ჰაიკიუს ფრენბურთის მეორე ფილმს, ზუსტი გამოსვლის თარიღი არ ვიცით, მაგრამ უნდა გამოვიდეს 2027 წელს. კიდევ ერთი სპორტის და ამავე დროს რომანსი ანიმეს მეორე სეზონი გამოცხადდა Blue Box 2026 წლის ოქტომბრისთვის და როგორც მანგის მკითხველი, ამას განსაკუთრებით მოველი. ხოლო დანდადანის მესამე სეზონს, რომელშიც ყველაზე ჰაიპი და ყველაზე მაგარი არკი იქნება, ასევე მანგა მაქვს გაკეთებული, Space გლობალისტების არკი, ესეც გამოდის 2027 წელს და მაშლის ანიმეც ასევე 2027 წელს. ხოლო Kaiju 8-ის ბოლო სეზონზე ვიცით რომ გამოდის, მაგრამ თარიღი არც წელი, არც რიცხვი არაფერი არ ვთქვათ. მარტო ის ვიცით რომ წარმოებაშია.